ვსაუბრობთ საჯაროდ გამოსვლის შესავლის ფორმულირებაზე. წინა ლექციაში ვისაუბრეთ პირველ მიზანზე, ეს არის ყურადღების მიპყრობის მიზანი და რამდენიმე ტექნიკაზე გავამახვილეთ ყურადღება და როგორც კი ჩვენ მივიპყრობთ აუდიტორიის ყურადღებას, მეორე მიზანი უნდა დააკმაყოფილოს ჩვენმა შესავალმა, ეს არის ჩვენი კომპეტენტურობის ჩვენება. ჩვენ მსმენელის ფსიქოლოგიაზე ვისაუბრეთ და აქაც მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მსმენელი ყოველთვის ეჭვის თვალით გვიყურებს ჩვენ. მიიპყრო ჩვენი ყურადღება ნამდვილად მომართა მზერა ჩვენსკენ, მაგრამ მაშინვე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ ვინ არის მის წინ, რა კომპეტენციის ადამიანი და რატომ უნდა მოусმინოს მას. ამიტომ როგორც კი ყურადღებას მივიპყრობთ, მაშინვე აუცილებელია დავადასტუროთ ჩვენი კომპეტენცია. არ არის საჭირო ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ რაღაცა რამდენიმე წლიანმა გამოცდილებამ აქამდე მიგიყვანათ, ან კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეულ კვლევებს გაეცანით, ან უბრალოდ ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეს საკითხი თქვენთვის და ამიტომ რადგან გაინტერესებთ გარკვეული პერიოდია უკვე დიდი ინტერესით იკვლევთ. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს თქვენი კომპეტენცია, რამდენად სიღრმისეული იქნება, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენ გარკვეული გამოცდილება გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. აი ისევ ჩვენი მასტერკლასის სულ დასაწყისი რომ ჩართოთ, იქ მე როგორც კი პირადი ისტორია მოგიყევით, ძალიან მალევე გითხარით, რომ წიგნის ავტორი ვარ ამ თემასთან დაკავშირებით თქო და ეს იყო ჩემთვის ის ცდელობა, რომ ჩემი შესავლის მეორე მიზანი, ჩემი კომპეტენციის ჩვენება დამედასტურებინა თქვენთვის. მეორე მიზანი, როცა კი დავაკმაყოფილეთ და ვაჩვენეთ ჩვენი კომპეტენცია, ისევ ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ მსმენელის განწყობაში კიდევ ერთი კითხვა შემოდის, ეს არის, რომ გავიგე, რომ არის კომპეტენტური ეს ადამიანი, მაგრამ რატომ უნდა დავუთმო დრო ახლა და აქ. ამ კითხვაზეც მაშინვე შესავალშივე უნდა გავცეთ პასუხი და სწორედ ჩვენი შესავალის მესამე მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ ინფორმაციის დროულობა და მნიშვნელობა ვაჩვენოთ ჩვენს აუდიტორიას და უნდა ვუთხრათ, რომ პირობითად ეს ინფორმაცია, რომელსაც მე თქვენ გაწვდით, იქნება თქვენთვის საინტერესო, რაღაცაში გამოიყენებთ, რომ დღეს და აქ თუ არ მოვისმინეთ, მერე უკვე დაგვიანებული იქნება, რაც მე შევეცადე მეთქვა თქვენთვის, როცა მე ვთქვი დასაწყისში, რომ ყველა შეუძლია შესწავლა და რომ გვიან არასდროს არ არის საჯაროდ გამოსვლის უნარი გამოიმუშავოთ თქო. სწორედ ეს არის ის მიზანი, რომელსაც შესავალი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ უნდა ინფორმაციის დროულობა და მნიშვნელობას გავუსვათ ხაზი, რათა აუდიტორიის წევრებმა არ დაკარგონ ეს ინტერესი, ანუ უკვე მოპოვებული ყურადღება არ დავკარგოთ. შემდეგი მიზანი ჩვენი შესავლის ეს არის მთავარი გზავნილის ჩამოყალიბება. შესავალშივე აუდიტორიის წევრებს უნდა ვუთხრათ, თუ რას შეეხება ჩვენი საჯარო გამოსვლა და ან თუნდაც პრეზენტაცია და რა არის ის მთავარი გზავნილი, რაზეც გექნებათ საუბარი. ეს ერთგვარ სიცხადეს უზრუნველყოფს ურთიერთობაში, რადგან აუდიტორიის წევრებმა ყოველთვის იციან, რომ ინფორმაცია, რაზეც ესაუბრები, კონკრეტულად აი ამ ინფორმაციის თუ აი ამ გზავნილის მატარებელია და როცა ცხადია, ეს კომუნიკაცია უფრო მარტივია აუდიტორიის წევრებისთვის, რომ დაიმახსოვრონ ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ. და ბოლო მიზანი ჩვენი შესავლის, ეს არის მთავარი საკითხების ჩამოყალიბება. დასაწყისშივე აუდიტორიის წევრებს უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ აი ამ რამდენიმე საკითხზე და შემდეგ უკვე ცენტრალურ ნაწილში ჩავშალოთ ეს საკითხები დეტალურად. ეს რას ნიშნავს? მე თუ პირობითად საჯაროდ გამოსვლის შიშთან დაკავშირებით მაქვს პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა, მე უნდა ვუთხრა აუდიტორიის წევრებს, რომ დღეს მე შესავალშივე უნდა ვუთხრა, რომ დღეს მე გესაუბრებით სამ საკითხზე. ეს არის პირველი, როგორ ვლინდება შიში და ნერვიულობა, მეორე, როგორ უნდა დავძლიოთ ეს მდგომარეობა და მესამე, რას გვეუბნება კვლევები, მათ შორის საერთაშორისო კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით. მთავარი საკითხების ჩამონათვალი რამდენი უნდა იყოს, ამაზეც შეჯერდნენ სპეციალისტები და გვეუბნებიან, რომ უმეტესად ადამიანებს აქვთ მიდრეკილება, რომ სამად ჩაშლილი თემა უფრო
სრულყოფილად აღიქვან. ეს რას ნიშნავს? მე თუ ერთ დიდ თემაზე სამ სეგმენტად მივაწოდებ ინფორმაციას, უფრო დიდი შანსია რომ სამივესთან დაკავშირებით შეინახონ ინფორმაცია და შემდეგ გამოიყენონ, ვიდრე ვთქვათ უფრო ბევრ ინფორმაციას თუ მივაწოდებ. თუ სამზე მეტია ინფორმაცია, ანუ სამად დაკლასტერებულზე მეტ ინფორმაციას ვაწვდი, ადამიანის გონება დროის ერთ მონაკვეთში უკვე ამ ინფორმაციას ვეღარ აღიქვამს და წყალში გადაყრილი დროა როგორც სპიკერის, ასევე მსმენელის და სამზე ნაკლები ნაკლები კომპონენტებად რატო ჩავშალოთ, მაშინ როცა შეგვიძლია სამად მივაწოდოთ ინფორმაცია. ამრიგად, ეს შესავლის ორგანიზების ნაწილი რომ დავასრულოთ, შესავალმა უნდა დააკმაყოფილოს 5 მიზანი. პირველი ეს არის ყურადღების მიპყრობის მიზანი, აუარებას სტიმულებინოს, სწორედ სპიკერი გამოარჩიოს და მასზე მოახდინოს კონცენტრაცია. კონცენტრაციის მოხდენისთანავე მსმენელის მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, ეს არის კომპეტენტურობა, თუ რატომ ვსაუბრობ მე ამ თემაზე. კომპეტენციის დადასტურებისთანავე მე უნდა ინფორმაციის დროულობასა და მნიშვნელობას გავუსვა ხაზი და ვთქვა, რომ ეს ინფორმაცია დღეს და ახლა არის სწორედ მათთვის მნიშვნელოვანი. შემდგომი მიზანი ეს არის, რომ მთავარი გზავნილი დასაწყისშივე ცხადად ჩამოვუყალიბო აუდიტორიის წევრებს, რომ შემდგომ არ იყოს სიურპრიზი, მათ იცოდნენ, რომ მათი გონება აი ამ კონკრეტული ერთი გზავნილის ირგვლივ იტრიალებს აი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ დაგვეხმარება, რომ უკეთ დაიმახსოვრონ ეს ინფორმაცია მათ და მეხუთე მიზანი შესავლის ეს არის, რომ ის ძირითადი ტექსტი, რა ტექსტსაც შემდგომ მე მოვუყვები მათ, სამ ნაწილად დავყო და მხოლოდ 3 სათაური შესავალში მათ გავუმხილო, რომელსაც უკვე ცენტრალურ ნაწილში გავშლი და უფრო ვრცლად მივაწოდებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას. ამას რატომ ვაკეთებ? პლუს კიდევ იმიტომ, რომ ჩვენს მეხსიერებას აქვს ასეთი უნარი, წარმოვიდგინოთ, ერთგვარი უჯრებია და ეს უჯრა რომელიღაცა უნდა გამოაღოს, ასე ვთქვათ, მსმენელმა და შეინახოს ინფორმაცია. რაც უფრო ჩვენ აი ამ ბრჭყალებში ვირტუალური უჯრების შესაბამისად და კლასტერებულად ვაწვდით ინფორმაციას, უფრო მეტი შანსია, რომ მართლაც შეინახოს ინფორმაცია ჩვენმა მსმენელმა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის დიდი ტექსტი, რა ტექსტსაც ვაწვდით ჩვენ აუდიტორიის წევრებს, დავყოთ 3 მარტივ, ასე ვთქვათ, ქვეტექსტად, ქვეთავებად და ასე დაყოფილად მივაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია. საბოლოო ჯამში შესავლის ამგვარი ფორმულირება გვეხმარება რაში? რაზეც უკვე ვთქვით, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიზეპიროთ აქედან გამომდინარე შესავალი და აღარ ვიფიქროთ იმაზე, სად როდის რომელი სიტყვა გამოვიყენოთ და მეორე და მთავარი, იმ მთავარ მიზანს და იმ მთავარ კითხვებს უპასუხოს, რა კითხვებიც უჩნდებათ მსმენელებს, რომ ეს ჩვენი ურთიერთობა, ეს ჩვენი კომუნიკაცია, რომელსაც იმ მომენტში აქვს ადგილი, უფრო მეტად შედეგზე გამსვლელი იყოს. შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ რაზეც ვესაუბრებით, ჩვენს აუდიტორიის წევრებს კარგად დავამახსოვრებინოთ. და როგორც კი შესავალი გვაქვს ჩამოყალიბებული, მაშინვე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩამოვაყალიბოთ ასევე დეტალურად, სრულყოფილად ჩვენი დასკვნა. იმისთვის, რომ ვიცოდეთ თუ რა ინფორმაციას ვატევთ ჩვენს დასკვნაში და როგორ ვასრულებთ ჩვენს პრეზენტაციას. ალბათ გქონიათ თქვენს გამოცდილება, რომ უსმენთ სპიკერს, საინტერესოდ მიდის თხრობა, მაგრამ ვეღარ ასრულებს სპიკერი, თქვენც უკვე გერევათ ფიქრი, ვეღარც იმას იხსენებთ თუ რაზე ჰქონდა სპიკერს აქცენტი და აი ამ ლოგიკური, ძალიან საინტერესო დაგვირგვინების გარეშე პრეზენტაცია ასევე წყალში გადაყრილი დროა და მეტი არაფერი. დასკვნა როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ, ამისთვის არსებობს ერთი ოქროს წესი, რომელსაც მე ხშირად ვიყენებ და ყველას ვურჩევ ხოლმე მასტერკლასის თუ სალექციო საათების ფარგლებში და თან ძალიან მარტივი მეთოდია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაასრულეთ თხრობა და აუდიტორიაში შემოვიდა თქვენი ყველაზე ახლო მეგობარი, რომელიც გეკითხებათ ასეთ რაღაცას. მითხარი, რაზე გქონდა საუბარი. აი ამ თქვენს მეგობარს რამდენად მარტივი სიტყვებით, რამდენად მეგობრული ინტონაციითაც მოუყვებით თქვენი პრეზენტაციის შესახებ ყველაზე მთავარს, აი ეს უნდა გაიტანოთ დასკვნაში და ამგვარი მეგობრული ტონით, მარტივი სიტყვებით კიდევ ერთხელ მთავარი გზავნილი ჩამოაყალიბოთ თქვენს დასკვნის ნაწილში, რადგან თუ მოხდა ისე, რომ მთელი პრეზენტაცია
აი იმ ხმაურმა იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ ფიზიოლოგიური შეუშალა ხელი მსმენელს რომ აღექვა ინფორმაცია, აი ეს დასკვნა ბოლო შანსია თქვენთვის რომ უთხრათ თქვენი მთავარი სათქმელი და რაღაც მაინც დაამახსოვრებინოთ ჩვენს მსმენელებს. აქედან გამომდინარე, თუ შესავალი გაქვთ მწყობრად სტრუქტურირებული და დასკვნა წინასწარ დამუშავებული, დიდი შანსია რომ ამ თქვენმა საჯარო გამოსვლამ წარმატებით ჩაიაროს.